there is a little part of Leninism in this election. ცოტა ლენინიზმი ეს რულის სულელი და ეს ადამიანი უმჯობესი აღარ იყოს ასამბლეის პრეზიდენტის საუბარი. არა, მნიშვნელობა. სისულელი. ამასწინათ ერთი რომელიღაცა ადამიანს მოვკარი თვალს პოლიტიკოს და ესე იცახოდა რომ კი ბევრი ააშენა მთავრობამ, ბევრი გააკეთეს ამ ხალხმა, კავიდან ეხა და ეხა ჩვენი მოსვლის დროც არის. მეტი საქმე არა მაქვს, რომ ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადაგაბარავოთ და გაგრევინოთ. ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. თითეული თქვენგანიც ძალიან გრძელვადიანი მომავალი. და ძალიან გთხოვთ ეს არავის არ გადააბაროთ და არავის არ გადასცეთ ეს ხელში. ყველა ერთად უნდა შევძლოთ, რომ არ გაახდეს ჩვენი მტრის ოცნება, საქართველოს არ დაუთმოს თავისუფლება ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალას. მე საერთოდ ეჭვიან მეპარება გამარჯვებაში ამაზე საერთოდ არც ვფიქრობ, მაგრამ ჩვეულებრივად კი არ უნდა გავიმარჯვოთ. ძალიან მაგრა უნდა გავიმარჯვოთ და მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა ისინი დამარცხება, მაგრამ მათ სხვა გეგმები აქვთ. ისინი არჩევნებისთვის არ ემზადებიან, ისინი ემზადებიან არჩევნების შემდეგ რა მოხდება. და ამიტომ ყველას მინდა უთხრა, ისე მაგრა უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები, რომ აზრადაც არ მოუვიდეთ მერე თითის განძრევა და თავის უწმინდური ხელებით რამის გაკეთება. მეხუთე პრინციპი. ეს არის გამარჯვება, ნებისმიერ ფასად გამარჯვება. ნებისმიერ ფასად გამარჯვება. ნებისმიერ ფასად. მეტი საქმე არა მაქვს, რომ ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენ გადაგაბარავოთ და გაგრევინოთ.